გიჟდები იმ ცხოვრებაზე, რითიც მაქვს ნაცხოვრები, პროფესიული ცხოვრება, უაღრესად ბობოქარი, უაღრესად საინტერესო, აი ესე ამოსვლა, ჩავარდნა, ძირს დავარდნა, პორჭყნა, მერე უცებ ისევ გამოვა, ძალიან საინტერესო. აი, იცი რა მაინტერესებს, პირველი ამბიცია. მე ვარ ინგა გრიგოლია, როდის გაგიჩნდა? იცი რა არის ძალიან სასაცილო, არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ სანამ პატარა ვიყავი, მაშინ უფრო მქონდა. ანუ აი დღემდე მახსოვს და მწხვენია, ისე მწხვენია ხომ და ეთყობა იმდენად ჩარჩენილი მაქვს, რომ სულ მახსოვს. ახალი დაწყებული მქონდა ჩემი საავტორო გადაცემები და აჭარის ტელევიზიაზე მიმიწვია ქეთუსია იგნატოვამ რენომე ქონდა გადაცემა. იქ მკითხა, რომ თივის თარიღარო? და კითხო, აბა რა მეთქი, ანუ ესე უპასუხი, აი მაშინ საწყის ეტაპზე მეგონა, რომ აი მართლაც თარი ვიყავი, მაგრამ მერე უცებ ძალიან მალევე ისეთი დავეპერთხე რა, რომ უცებ ეგ შენი თავიდან ვარსკვლავური ამბიციები, მერე ნელ-ნელა ესე გაქრა. აი დღეს რომ მახსენდება მაშინდელი ამბიცია, მეცინება, თუმცა ალბათ მაგ ამბიციამ შემიწყო ხელი, რომ მოგიყვანა დღევანდელობამდე. ძალიან ლამაზია ეს მოგონებები, რაც უკავშირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან რთული მოგონებების უკავშირდება ხო ამ პროფესიულ ცხოვრებას და ალბათ ვერ გაძლებდა ნორმალური ადამიანი ამდენი წელი. რომარა ამბიცია. კარგია. უნდა ქონდეს ჯანსაღი ამბიცია საჭირო. კარგია. ის ჩავარდნებიც კარგია, მერე ხელახლა დაბადებაც კარგია. სწავლობ და იზრდები. მეტამორფოზაც კარგია.